ხშირად გონიათ რომ არიან დრაკონები და რეალურად არიან კურდღლები. რატო ხდება ასე, ხო? იმიტომ რომ მეგობრებო, თქვენ თუ დაიბადეთ დაუშვათ თქვენი ახლობელი ან მეგობარი დაიბადა იანვრის დასაწყისში, იმ წელს რა წელსაც წესით დრაკონის წელი უნდა ყოფილიყო, ესე იგი კატაკურდღელია, წინანიშანია. რატო? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩინური კალენდრის მიხედვით ახალი წელი, ანუ ახალი ზოდიაქოს ნიშნის შემოსვლა ხდება თებერვალში. ან თებერვალში ხდება ხოლმე, ან იანვრის ბოლოს, აი უკვე თებერვლისკენ. ამიტომ ვინც იანვრის დასაწყისში დაიბადეთ, გონიათ რომ იმ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ხართ, რა ნიშნის წელიც იყო იმ წელს თქვენ რო დაიბადეთ, ეს ტყუილია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვინც იანვარშია დაბადებული, თებერვლის დასაწყისში ვინც არის დაბადებული, მათაც ეხება ეგ, იმიტომ რომ ხანდახან ხდება, რომ აი ჩინური კალენდრით ახალი ზოდიაქოს ნიშანი შემოდის აი 15 თებერვალს ან 17 თებერვალს, ხო? ანუ ფაქტობრივად უკვე თვის ბოლოსკენ რომ მივდივართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იანვარში და თებერვალში თუ დაიბადეთ, შეამოწმეთ თქვენ წელს, ესე იგი თქვენ დაბადების წელს, როდის იყო ჩინური ახალი წელი.